ეგრეთ წოდებულ შპიგულინელთა ამბებით წინა დღეს გამოწვეულ შფოთს ზეიმის ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლია. ვგონებ, ლემპკე რომ გადაბრუნებულიყო და იმ საღამოს მომკვდარიყო, ზეიმი მაინც შედგებოდა. იმდენ რამეს გამოელოდა მისგან იულია მიხაილოვნა. აი, რომ უკანასკნელ წუთამდე ვერ აეხილა თვალი და ვერ ჩახვდა საზოგადოების გუნება განწყობას. საბოლოოდ ხომ აღარავის ეჯერა ამ საზეიმო დღეს, რომ რაღაც უბედურება არ დატრიალდებოდა. ანუ ზოგიერთის თქმით, კვანძი არ გაიხსნებოდა და კმაყოფილები ხელებსაც იფშვნებდნენ წინასწარ. მართალია ბევრს განზრახ მოღუშული და მოპოლიტიკოსო იერი მიეღო, მაგრამ ზოგადად თუ ვიტყვით, რუსი კაცის გულს ისე არაფერი ახარებს, როგორც საჯარო აურზაური და არეულობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აურზაურის ყურვილის გარდა კიდევ სხვაც იგრძნობოდა. ყველა თითქოს რაღაცაზე გაგულისებულიყო. რაღაც დაუცხრომელ ღვარძლს აეტანა, თითქოს და საშინლად მობეზრებოდათ ყველაფერი. აღარაფერი არ სწამდათ. ცინიკურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ ესეც თითქოს ნაძალადევი იყო. მხოლოდ მანდილოსნები არ მერყეობდნენ და ისიც ერთ რამეში. იულია მიხაილოვნა დაუნდობელი სიძულვილის ღირსიაო. მანდილოსნებიდან ყველას პირი შეეკრა ამ ერთ საკითხში. საწყალი იულია მიხაილოვნა კი ვერაფერს გრძნობდა. უკანასკნელ წუთამდე სწამდა მაინც, რომ ყველა ირგვლივ ჰყავდა ასე ვთქვათ შემოკრებილი და კვლავ ფანატიკურად მისი ერთგული იყო. მე უკვე გაკვირით მოგახსენეთ, ჩვენში ნაირ-ნაირი ჯურის კაცუნები გამოჩნდნენ მეთქი. გარდატეხის ხანაში მუდამ და ყველგან თავს წამოყოფენ ხოლმე ამისთან აკაცუნები. მე იმ ეგრეთ წოდებულ მოწინავეებზე არ მოგახსენებთ, რომლებიც მუდამ ყველას წინ უსწრებენ. ეს არის მათი უმთავრესი საზრუნავი და მეტნაკლებად განსაზღვრული მიზანი ამოქმედებთ, თუმცა ძალიან ხშირად ყოვლად არაგონივრული. არა, მე ამას მხოლოდ ნაძირალებზე ვამბობ. ყოველ საზოგადოებაში მოიძებნება ნაძირალა ადამიანები, ყოველ გარდამავალ ხანაში ამოტივტივდებიან ხოლმე ისინი ზედაპირზე და არა მარტო მიზანი, ჭკუისა და აზრის ნიშანწყალიც არ გააჩნიათ. მხოლოდ და მხოლოდ მოუსვენრობასა და მოუთმელობას გამოხატავენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ნაძირალები თავის და უნებურად თითქმის მუდამ იმ ერთ მუჭა მოწინავეთა მაჩანჩალები არიან, რომელთაც უკვე განსაზღვრული მიზანი ამოძრავებთ. ისინიც მთელ ამ ნაგავს, საითაც მოისურვებენ, იქით უქცევენ თავს. თუ კი თვითონაც მართლა იდიოტები არ არიან, თუმცა ხშირად არც უამისობაა ხოლმე. ჩვენში ხომ ამბობენ ახლა, როცა ყველაფერი უკვე მოთავდა, ახალგაზრდა ვერხოვენსკის ინტერნაციონალკა გამგებლობდა. ახალგაზრდა ვერხოვენსკი იულია მიხაილოვნას ეს უკანასკნელი კი მისი ბრძანებით ყველა ამ ნაძირალას ატრიალებდაო. ჩვენი დარბაისელი ჭკუის პატრონები ახლაც ვერ მოსულან გონს გაოცებისგან. ეს როგორ მოგვივიდა? ასე რამ დაგვაბრმავაო? რა არეული დრო იყო ასეთი და რა გარდატეხა ხდებოდა ჩვენში? ეს მე არ ვიცი და მგონი არც არავინ იცის, ჩვენი ზოგიერთი უცხო სტუმრის გარდა. ასეა თუ ისე აქამდე ენა ჩაავარდნილმა ამ ნაძირალებმა უცბად ხმა აღიმაღლეს და რაც კი წმინდათა წმინდა იყო ყველაფერს გაკრიტიკება დაუწყეს. ხოლო ჩვენი უპირველესი ხალხი, ვინც აქამდე ეგზომ სვიანად გამგებლობდა ყველას, ისმენდა ყველაფერს და თავად ხმას არ იღებდა. ზოგიერთები კი სამარცხვინოდ უცინოდნენ და ემოწმებოდნენ. ვიღაც ямშინები, ტელიატნიკოვები, ბატონი ტენტენტნიკოვები
ჩვენი შინაური ცხვირ მოუხოცავი რადიშშევები სევდიანად, მაგრამ მედიდურად მოღიმარე ურიკრიკები, მხიარული მოგზაურები, სატახტო ქალაქის განსაზღვრული მიმართულების მქონე პოეტები. პოეტები, ვისაც მიმართულებისა და ნიჭის მაგივრობას ხიფთანები და გაპოხილი ჩექმები უწევდათ. მაიორები და პოლკოვნიკები, ვინც თავიანთი წოდების უაზრობას დასცინოდნენ და ზედმეტი რუბლისთვის მზად იყვნენ მყის მოეხსნათ დაშნა და რკინიგზაზე მწერლად შემძვრალიყვნენ. გენერლები, ვინც გენერლობა ვექილობაზე გაცვალეს, განათლებული შუამავალნი, განათლებას მოწყურებული ვაჭრუკანები, უთვალავი სემინარიელები, ქალები, რომლებიც ქალთა საკითხში საკუთარ თავს გულისხმობდნენ. აი, ესენი გადაახტნენ უცებ ყველას თავზე. მერე და არ ეკითხავთ ვის? კლუბის წევრებს, ჩვენს დარბაისელ დიდკაცებს, ხისფეხა გენერლებს, გოროსსა და უკარებაზე უკარება ჩვენს ბანოვნებს. მაგრამ ამ ჩვენს მანევრებს როგორმე უნდა გაემტყუნოს მაშინდელი რეთ დასხმა, თუ კი ვარვარა პეტროვნასაც მისი შვილის თავს დამტყდა უბედურებამდე ეს ნაძირალები თავიჭკუაზე ატრიალებდნენ. ახლა ყველანი, როგორც მოგახსენეთ, ყველაფერს ინტერნაციონალკას აბრალებენ. ამას რმა ისე გაიდგა ფესვები, რომ ჩამოსულ ხალხსაც მხოლოდ ამ კუთხით უხსნიან ყველაფერს. ამ ცოტა ხნის წინ მრჩეველი კუბრიკოვი, კაცი 62 წლისა, რომელსაც სტანისლავის ორდენი ეკიდა ყელზე, თავისი ფეხით ეახლა უფროსობას და გრძნობით აღიარა, ეს სამი თვე უეჭველად ინტერნაციონალკის გავლენის ქვეშ ვიმყოფებოდიო. როცა მისი წლებისა და დამსახურების საკადრისი პატივის სთხოვეს, დამაკმაყოფილად აგვიხსენითო, წარდგენით ვერაფერი საბუთები წარადგინა გარდა იმისა, მთელი ჩემი არსებით ვგრძნობდიო. მაგრამ თავის განაცხადებაზე მაინც მტკიცედ იდგა, ასე რომ სხვა აღარაფერი უკითხავთ მისთვის. კიდევ ვიმეორებ, ჩვენშიც აღმოჩნდა წინდა ხედული ფრთხილი ადამიანების მცირე ჯგუფი. ისინი თავიდანვე განაპირდნენ და 9 კლიტულშიც შეიკეტნენ. მაგრამ აბა, რომელი 9 კლიტული გაუძლებს ბუნების კანონს? ყოვლა წინდა ხედულ ოჯახებს ყავს გასათხოვარი ქალები და ამ გასათხოვარ ქალებს ცეკვა უნდათ. ხო და ბოლოს ამ ხალხმაც მოაწერა ხელი გუვერნანტი ქალების დასახმარებელ ფურცელზე. მერე და რა ბრწყინვალე, რა გაუგონარ მეჯლის პირდებოდნენ, რა სასწაულებს ყვებოდნენ. ეძახდნენ, ლორნეტებიანი თავადიშვილები ჩამოვლენ, მეჯლის 10 წესრიგის გამრიგე ეყოლება. სულყმაწვილი კაცები და ყველას მარცხენა მხარზე ბაფთები ეკეთებაო. იმასაც ამბობდნენ, შემოსავლის გასადიდებლად კარმაზინოვი დაითანხმეს, მეხსი წაეკითხა ჩვენი გუბერნიის გუვერნანტი ქალივით გამოწყობილსო. ყვებოდნენ, ლიტერატურის კადრილიც გაიმართება, ისიც საგანგებო კოსტიუმებში და ყოველი კოსტიუმი რაიმე მიმართულების გამომხატველი იქნებაო და ბოლოს საგანგებო კოსტიუმით გამოვა და იცეკვებს რაღაც რუსული პატიოსანი აზროვნებაო, რაც თავისთავად ყოვლად ახალ ხილს წარმოადგენდა. მაშ როგორ არ მოეწერათ ხელი? ხო და ყველა მას მოაწერა. ზეიმის დღე პროგრამის მიხედვით ორგანყოფილებად იყოფოდა. ნაშუადღევიდან 4 საათამდე ლიტერატურული დილა იქნებოდა, მეჯლისი კი საღამოს 9 საათზე დაიწყებოდა და მთელი ღამე გაგრძელდებოდა. მაგრამ ეს დაყოფაც უკვე თავისთავად დიდ საფრთხეს მოასწავებდა. ერთ-ერთი საზოგადოებაში თავიდანვე გამტკიცდა აზრი, როგორც კი ლიტერატურული დილა დასრულდება, ან კიდაც დილის დროს, საგანგებოდ მოწყობილ შესვენებაზე საუზმე გაიმართებაო.
რა თქმა უნდა, ეს პროგრამაში შემავალი მუქთის საუზმე იქნება შამპანიურითო. ამ აზრის გამტკიცებას ხელი შეუწყო ბილეთებზე დადებულმა წარმოუდგენელმა ფასმაც. ბილეთი 3 რუბლი ღირდა. აბა, ტყუილ უბრალოდ ხომ არ მოვაწერდით ხელს? ხომ თქვენს ზეიმი ერთი დღე და ღამე გაგრძელდებაო, ჰოდა. ჭამა ხომ გვინდა? ხალხს მოშივდებაო. აი როგორ მსჯელობდნენ ჩვენთან. უნდა გამოუტყდე ეს დამღუპელი ხმა თვითონ იულია მიხაილოვნამ გაავრცელა თავისი ქარაფშუტობით. ერთი თვის წინ, როცა ეს დიადი ჩანაფიქრი პირველად მოუვიდა თავში, ყველას ამ ზეიმზე ეტიტინებოდა აღტაცებული და დედაქალაქის გაზეთშიც კი გაგზავნა ცნობა სიტყვებით გამოვლენო. მაშინ ყველაზე უფრო ეს სიტყვები ხიბლავდა, თვითონაც აპირებდა სიტყვის წარმოთქმად და ზეიმის მოლოდინში. სულ ამის ფიქრში იყო. სიტყვებს უნდა აეხსნა და განემარტა ჩვენი მთავარი დროშა. რა დროშა? თავს დავდებს საწყალმა ქალმა თვითონაც არ იცოდა. მერე კორესპონდენციების სახით დედაქალაქის გაზეთებში მოხდრილი იყო. მოელბოდა მოეხიბლა ხელისუფალთა გული და შემდეგ ყოველ გუბერნიას მოსდებოდა. ყველა გაეკვირვებინა და ყველგან მიბაძვის სურვილი აღეზრა. მაგრამ ამისთვის საჭირო იყო შამპანური. ხოლო შამპანური უსაზმოდ ვის გაუგონია? ასე რომ საუზმეც გახდა აუცილებელი. ეს კია. როცა მისივე მონდომებით ჩამოყალიბებული კომიტეტი საქმე სერიოზულად მოეკიდა, მაშინვე დაუმტკიცეს. ნადიმზე თუ ვიფიქრეთ, უამრავი ფულიც რომ შეგროვდეს გუვერნანტ ქალებს ძალიან ცოტა დარჩებათო. ამგვარად საკითხი ასე იდგა. ან ბალთაზარის ნადიმი სიტყვები და გუვერნანტი ქალებისთვის მხოლოდ 900 რუბლი. ან მთელი შეგროვილი თანხა გუვერნანტებს და ჩვეულებრივი ზეიმი ისიც ფორმისთვისო. თუმცა კომიტეტს მხოლოდ იულია მიხაილოვნას შეშინება უნდოდა, თვითონ რა თქმა უნდა უკვე მოეძებნა მესამე გამოსავალი, კეთილ გონივრული და ყველაფრის მომრიგებელი. ზეიმი ყოველ მხრივ ზომიერი მოეწყობოდა, ოღონდ შამპანურის გარეშე და თანხაც ფრიად რიგიანი დარჩებოდა. 900 რუბლზე მეტი, მაგრამ იულია მიხაილოვნა არ დაეთანხმა კომიტეტს. მესჩანური ზომიერება მის ხასიათს არ ეგუებოდა. იქვე გადაწყვიტა, თუ პირველი აზრი განუხორციელებელია, ჯობს მეორე უკიდურესობა ვარჩიოთ. ანუ სხვა გუბერნიების გულის გასახეთქად კოლოსალური თანხა შევაგროვოთო. ბოლოს ხომ უნდა ჩახვდეს საზოგადოება, რომ ზოგად საკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლად გასხორციელ სიამოვნებაზე, რომ ზეიმის სინამდვილეში დიადი იდეის საჯარო აღიარებაა მხოლოდ. ამიტომ უნდა დაკმაყოფილდეს ყოვლად ეკონომიური გერმანული ყაიდის მეჯლისით, ასე ვთქვათ, ალეგორიულად, თუ კი მართლა ასე აუცილებელია ეს საძაგელი მეჯლისიო. ასე დაამთავრა კომიტეტზე იულია მიხაილოვნამ თავისი მხურვალე სიტყვა. იმდენად შესძაგებოდა ეს მეჯლისი. განმარტებისთვის ბალთაზარის ნადიმი, ეს არის ნადიმი, ღრეობა, ორგია, რაიმე უბედურების, ვისიმე რისამე დაღუპვის წინ. ბაბილონის უკანასკნელი მეფიშვილის ბალთაზარის სახელის მიხედვით იგი ბიბლიური თქმულებით მოკლეს ძველ წელთაღრიცხვამდე 529 წელს ღრეობის დროს ბაბილონში შეცვენილმა სპარსელებმა. იულია მიხაილოვნა როგორც იყო დააშოშმინეს. სწორედ მაშინ მოიგონეს ლიტერატურული კადრილი და სხვა მსგავსი ესთეტიკური ამბები ხორციელ სიამეთა სანაცვლოდ და ასანაზღაურებლად. ლიტერატურის კადრილი კი აქ გაკრიტიკებულია იმდროინდელი პერიოდიკის 3 გამოცემა: გოლოსი, დელოსი და მოსკოვსკიე ვედომოსტი. მაშინ დათანხმდა საბოლოოდ კარმაზინოვიც მეხსი წაეკითხა, მანამდე ხომ არ იქნა და არ აღირსა პასუხი.
იმ განზრახვით, რომ ჩვენს ღორმუცელა საზოგადოებას ჭამაზე ფიქრი საბოლოო თავიდან ამოეგდო. ამგვარად მეჯლისი მაინც დიდებული გამოვიდოდა, თუმცა სულ სხვა სახისა კი. ხოლო მთლად ღრუბლებში რომ არ ეფრინათ, გადაწყვიტეს მეჯლისის დასაწყისში ლიმონიანი ჩაიდანამცხარი შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის, შემდეგ ორშადი, ანუ ციტრუსისგან მომზადებული ტკბილის სასმელი და ლიმონათი. სულ ბოლოს ნაყინი და მეტი არაფერი. მაგრამ რა კი არსებობს ამ ქვეყნად ისეთი ხალხი, ვისაც მუდამ და ყველგან შია და განსაკუთრებით წყურია, იმათთვის სულ ბოლო დარბაზში საგანგებოდ მოეწყობოდა ბუფეტი პროხორიჩის, ანუ კლუბის მთავარი მზარეულის თაოსნობით, თუმცაღა კომიტეტის სასტიკი მეთვალყურეობის ქვეშ. იქ ყველაფერი იქნებოდა, ვისაც რა მოესურვებოდა და ფულსაც თვითონ გადაიხდიდნენ. საამისო დარბაზის კარზე საგანგებო წარწერას გააკეთებდნენ. ბუფეტი პროგრამაში არ შედისო, მაგრამ დილით გადაწყდა, ბუფეტის სულაც არ გაეხსნათ. კითხვას ხელი არ შეუშალოსო, თუმცა ბუფეტი 5 ოთახის მოშორებით იყო იმ თეთრი დარბაზიდან, სადაც კარმაზინოვი დათანხმდა მეხსი წაკითხვას. საყურადღებოა, რომ ამ ამბავს, ანუ მეხსის კითხვას, კომიტეტში მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფრიად პრაქტიკული ხალხიც კი. რაც შეეხება პოეტური ბუნების ადამიანებს, წინამძღოლის მეუღლემ, მაგალითად კარმაზინოვს საუწყა, კითხვის შემდეგ ჩემი თეთრი დარბაზის კედელში მყისვე მარმარილოს დაფას ჩავადგმევინებ, ზეთკი ოქროს ასოები დაიწერება ამადა ამ რიცხვში, ამადა ამ წელს ამ დარბაზში დიდმა რუსმა და ევროპელმა მწერალმა თავისი უკანასკნელი მოთხრობა მეხსი წაიკითხა და პირველად აქ გამოეთხოვა რუს საზოგადოებას ჩვენი ქალაქის წარმომადგენელთა სახითო. და ამ წარწერას მეხსის წაკითხვიდან 5 საათის შემდეგ ამ დარბაზში გამართულ მეჯლისზე წაიკითხავს უკვე ყველაო. მე დანამდვილებით ვიცი, რომ თვითონ კარმაზინოვმა მოითხოვა, სანამ კითხვას არ მოვჩები, ბუფეტი არამც არ გახსნათო. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის ბევრმა წევრმა შენიშნა, ეს ჩვენს წესებს ეწინააღმდეგებაო. აი, ასე გახდათ საქმე მაშინ, როცა მთელ ქალაქს კიდევ სჯეროდა ბალთაზარის ნადიმის ამბავი. ანუ ბუფეტი რომ კომიტეტის ხარჯზე მოეწყობოდა. სჯეროდათ ეს უკანასკნელ წუთამდე. ქალიშვილებიც კი ოცნებობდნენ ბლომად კამფეტებზე, მოურავებსა და კიდევ სხვა არ გაგონილ ნუგბარზე. ყველა მიცოდა, რომ უამრავი ფული მოგროვდა. მთელი ქალაქი აწყდებოდა. მაზრებიდანაც კი ჩამოდიოდა ხალხი და ბილეთები სამყოფი არ იყო. ისიც იცოდნენ, რომ ბილეთის ფასის გარდა საკმაოდ დიდი შესაწირიც გაიღო ზოგმა. მაგალითად, ვარვარა პეტროვნამ ბილეთში 300 რუბლი გადაიხადა და დარბაზის მოსართავად თავისი ორანჟერეის ყვავილები გამოგზავნა. წინამძღოლის მეუღლემ, კომიტეტის წევრმა, სახლი დაუთმო და განათებაც მისი იყო. კლუბმა მუსიკა და მსახურები გამოგზავნა და მთელი დღით დათმო პროხორიჩი. შესაწირი სხვებმაც გაიღეს, თუმცა არც ასე ხელგაშლით. ასე რომ, ერთი პირობა კიდეც იფიქრეს, ბილეთის პირვანდელი ფასი 3-დან 2 რუბლამდე ჩამოვიყვანოთო. თავდაპირველად კომიტეტს მართლა ეშინოდა ქალიშვილები, რომ 3 რუბლიანი ბილეთით არ მოვიდოდნენ და აზრი გამოითქვა, საოჯახო ბილეთები მოვაწყოთ. კერძოდ, ყოველმა ოჯახმა მხოლოდ ერთი ქალიშვილის ბილეთი შეიძინოს და კიდაც 10 ყავდეს, დანარჩენები უბილეთოდ მოიყვანოსო, მაგრამ ეს შიშიამაო გამოდგა. პირიქით, ქალიშვილები მოვიდნენ თუ მოვიდნენ. უღარიბეს მომოხელებმაც კი მოიყვანეს თავიანთი გასათხოვარი ქალები. რომ ეს ქალები არა, ცხადია თვითონ აზრადაც არ მოუვიდოდათ ხელის მოწერა.
ერთმა ჩიამ დივანმა თავისი 7 ქალი მოიყვანა, თუ მეუღლეს არ მივათვლით. კიდევ დისწული და ყველას ხელში 3 რუბლიანი შემოსასვლელი ბილეთი ეჭირა. ადვილი წარმოსადგენია რა ამბავი იყო ქალაქში. მარტო ის რა ღირდა, რომ ზეიმი 2 განყოფილებისაგან შედგებოდა და ქალებს 2 გამოსასვლელი კაბა სჭირდებოდათ. დილით ლიტერატურულ კითხვაზე და საღამოს მეჯლისზე საცეკვაოდ. როგორც შემდგომში გაერკვა, საშუალო შეძლების ხალხისგან ბევრს ამ დღისთვის ყველაფერი, თეთრეული, ზეწრები და ლამის ლეიბებიც კი დაეგირავებინა ჩვენს ურიებში. მერე და თითქოს განგებ რამდენმა ურიამ მოიკიდა ჩვენს ქალაქში ფეხი და რამდენი ემატება კიდევ წლიდან წლამდე? ნონი მოხელი არ დარჩენილა, ჯამაგირი წინასწარ არა ეღო. ზოგმა მემამულემ საქონელიც კი აღარ დაიტოვა, ოღონდაც თავის ქალიშვილები რაც შეიძლება გამოპრანჭული მოეყვანა და სხვებს არ ჩამორჩენოდა. ასეთი მორთულ მოკაზმულობა ჩვენს მხარეში აქამდე არ ნახულა და არ გაგონილა. 2 კვირით ადრე ქალაქში გასაოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა საოჯახო ანეკდოტები და ჩვენს ქილიკაყმაწვილებს უმალ იულია მიხაილოვნას კარზე მოჰქონდათ ეს ამბები. ხელიდან ხელში გადადიოდა საოჯახო კარიკატურები. ჩემი თვალით ვნახე რამოდენიმე ამგვარი ნახატი იულია მიხაილოვნას ალბომში. ეს ყველაფერი შესანიშნავად მოეხსენებოდა იმ ოჯახებს, ვიზედაც შეეთხზათ ეს ანეკდოტები. მე მგონია, ამიტომაც შეიძულა ასე იულია მიხაილოვნა ამ ბოლო დროს ყველა ოჯახმა. ახლა ყველა ილანძღება და გახსენებისას სულ კბილებს აღჭიალებენ. მაგრამ თავიდანვე აშკარა იყო, კომიტეტს რო ვისიმე გული ვერ მოეგო ან მეჯლისზე რაიმე შეცდომა დაეშვა, მაშინვე იფეთქებდა აღშფოთება და მერე რა აღშფოთება. ამიტომაც ფიქრობდა ყველა, მშვიდობიანად ეს არ დამთავრდებაო. ხოლო თუ კი ყველა ასე ფიქრობდა, შეიძლებოდა კი მშვიდობიანად დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ზუსტად შუადღისას იგრიალა ორკესტრმა. როგორც წესრიგის გამრიგემ, ანუ ერთ-ერთმა იმ 12 ასე ვთქვათ ბაფთიან ყმაწვილთაგანმა, ჩემი თვალით ვნახე ამ სამარცხვინო დღის დასაწყისი. ჯერ იყო სადარბაზოსთან წარმოუდგენელი ჭყლტა შეიქმნა. პოლიციიდან დაწყებული ნეტა ყველა თავიდანვე რამ დააბრმავა და რამ დაუბნელად გონება. ნამდვილ მაყურებელს, აბა რას ვერჩი? ოჯახის მამები ჩინის მიუხედავად არ ერეოდნენ ამ ჭყლეტაში. პირიქით ამბობენ, შეცდნენ კიდეც ხალხის ეს უჩვეულო მოზღვევება რომ დაინახეს. ამასობაში ქუჩა უამრავი ეტლით გაიჭედა. ახლა როცა ამ სტრიქონებს წერუტყუარი საბუთებით შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩვენი ქალაქის ბევრი ნაძირალა სულაც უბილეთოდ შემოაწვრინა ლამშინმა, ლიპუტინმა და კიდევ იქნებ რომელიმე ჩემის თანაგამრიგემ. ყოველ შემთხვევაში ისეთი უცხო ხალხი გამოჩნდა, ვისაც არავინ იცნობდა ჩვენში. ალბათ მაზრებიდან თუ სხვა კუთხეებიდან იყვნენ ჩამოსულნი. რა წამს დარბაზში ფეხს შემოდგამდნენ, ეს ველურები მყისვე შეთანხმებულებივით ბუფეტს იკითხავდნენ. რომ გაიგებდნენ ბუფეტი არ არისო, ისე მოურიდებლად იგინებოდნენ, მსგავსი არაფერი გავეკონა. ესეც კია, რომ ბევრი მთვრალიც იყო მათ შორის. ზოგს მართლაც ველურივით რეცსას ხამდა წინამძღოლის მეუღლის დიდებული დარბაზი. შემოსვლისას ენა ჩაუვარდებოდათ ხოლმე და პირდაღებულიაც ეცებდნენ თვალებს. მართლაც დიდებული გახდათ ეს ვებერთელა თეთრი დარბაზი. თუმცა დიდი ხნის აშენებული კი იყო. მისი ძველებურად მოხატული და მოვარაყებული ჭერი, ქანდარა, სარკიანი თაღები, წითელი ფარდები, მარმარილოს ქანდაკებანი. ავი თუ კარგი, მაგრამ მაინც ქანდაკებანი. ნაპოლეონის დროინდელი ძველებური, თეთრი ვარაყიანი მძიმე ავეჯი, წითელი ხავერდით გადაკრული. ახლა დარბაზის ბოლოში ესტრადაც ამართულიყო იმ ლიტერატორებისთვის, ვისაც რაიმე უნდა წაეკითხა.
სკამებიც თეატრის პარტერივით ჩაერიგებინათ. მაყურებლისთვის ფართო გასასვლელები დაეტოვებინათ. მაგრამ განცვიფრების პირველი წუთების შემდეგ ყოვლად უაზრო ლაპარაკი იწყებოდა. ეგების აღარ მოვიდომოთ კითხვაზე დასწრება. ხალხმა ბილეთი ვიყიდეთ. გაგიგონია ამისთანა უნამუსო მოტყუება. მასპინძლები ჩვენა ვართ და არა ლემპკეებიო. ერთი სიტყვით თითქოს და საამისოდ შემოეშვათ. განსაკუთრებით ერთი შემთხვევა ჩამრჩა მეხსიერებაში. ამ ამბავში გუშინდილას იულია მიხაილოვნასთან სტუმრად მყოფმა ჩამოსულმა თავადმა ისახელა თავი. ეს უსაშველო გრძელსაყელოიანი და ხისტი კინასავით გაშეშებული თავადი იულია მიხაილოვნას თხოვნით დათანხმდა მარცხენა მხარზე ბაბთა მიემაგრებინა და წესრიგის გამრიგეობაში ჩვენი ამხანაგი გამختارიყო. თურმე სანთლის ამ მუნჯ ტიკინას თუ ლაპარაკი არა, მოქმედება მაინც შეეძლო. როცა ერთი ვეებატანის გადამდგარი ჩოფურა კაპიტანი, ნაძირალებით გარშემორტყმული და ამიტომაც გულმოცემული, აღარ და აღარ მოეშვა ბუფეტის საით არისო, თავადმა უბნის ზედამხედველს ანიშნა თვალით. ბრძანება უმალ შესრულდა. გამობრუჟული კაპიტანი ლანძღვაგინების მიუხედავად მყის გაათრიეს დარბაზიდან. ამასობაში, ასე ვთქვათ, ნამდვილი მაყურებელიც გამოჩნდა და სკამებს შუა დატოვებული სამი გასასვლელი გაავსო. უწესრიგო ელემენტებმა ნელ-ნელა ჩაიგდეს ხმა. მაგრამ ამ, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტ მაყურებლებსაც უკმაყოფილო და გაოცებული სახე ჰქონდათ. მანდილოსნებიდან ბევრი შეშინებულიც ჩანდა. როგორც იყო ყველანი დასხდნენ. ჩაჩუმდა მუსიკაც. აქა-იქ ჩაახველეს, ყელი ჩაიწმინდეს. გაიხედ გამოიხედეს. ყველა რაღაც უჩვეულო სანახაობას მოელოდა, ეს კი მუდამ ცუდი ნიშანია. ლემპკები ჯერ არ ჩანდნენ. თვალს მოგჭრიდა ხავერდის აბრეშუმის ბრილიანტების ლივლივი და ბრჭყვიალი. ჰაერში ნელ-სურნელებად ატრიალდა. მამაკაცებს ყველას ორდენები ეკეთათ, ბერიკაცებს მუნდირებიც კი ეცვათ, როგორც იყო წინამძღოლის მეუღლეც შემობძანდა ლიზასთან ერთად. ესოდენ თვალწარმტაცი და ესოდენ ტურფად მორთული ლიზა არასოდეს მენახა. თმადალალებად ეფინებოდა მხრებზე, თვალები უბრწყინავდა, სახეზე ღიმილი უციალებდა. ეთყობა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველანი უჭვრეთდნენ, ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, ამბობდნენ, სტავროგინს ეძებს თვალითო. მაგრამ სტავროგინი და ვარვარა პეტროვნა იქ არ ჩანდნენ. მაშინ ვერ ჩავხვდი, რად ეხატებოდა სახეზე ასეთი ბედნიერება, სიხარული, ამდენი ენერგია და ძალა? მაგონდებოდა გუშინდელი ამბავი და მიგვირდა. ლემპკები კი მაინც არ ჩანდნენ და არა, ეს უკვე შეცდომა იყო. როგორც შემდეგ შევიტყვე, იულია მიხაილოვნა თურმე ახალგაზრდა ვერხოვენსკის უცდიდა. ამ უკანასკნელ ხანს ხომ უიმისოდ ფეხის გადადგმა არ შეეძლო, თუმცა თავის თავსაც არ უტყდებოდა ამაში. ფრჩხილებში შევნიშნავ, რომ ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ წინა დღეს კომიტეტის უკანასკნელ სხდომაზე უარი განაცხადა წესრიგის გამრიგეთა ბავთაზე და იულია მიხაილოვნა კინაღამ აატირა თურმე. ქალის საგონებელში ჩააგდო იმ ამბავმა, მაგრამ წინასწარ ვიტყვი, რომ ახალგაზრდა ვერხოვენსკი დილიდან გაქრა. ლიტერატურულ დილაზე არ მოსულა და საღამომდე თვალით არავის უნახავს. საზოგადოებას უკვე მოუთმენობა დაეთყო. ესტრადაზეც არავინ ჩანდა. უკანა რიგებში ტაში დაუკრეს, როგორც თეატრში იციან ხოლმე, ბერიკაცებმა და ქალბატონებმა წარბი შეიკრეს. ლემპკეები თავს სიგდებენო. საზოგადოების საუკეთესო ნაწილმა ჩურჩული შექმნა, ზეიმის შესაძლო აღარ შედგეს. ლემპკე შესაძლოა მართლაც შეუძლოდ იყოსო და სხვა და სხვა. მაგრამ აგერ ლემპკებიც გამოჩნდნენ. ფონ ლემპკეს ხელგაყრილი მოყავდა თავისი მეუღლე. მართალი გითხრათ, მეც მიკანკალებ და გული ვაი თუ არ მოვიდნენ მეთქი.
მაშა სადამენ ყველაფერი ზღაპარი გამოდგა. საზოგადოებას თითქოს გულზე მოეშვა. თავად ლემპკე სახსალამათად გამოიყურებოდა. რამდენადაც მახსოვს, ხვემაც ასე დაასკვნეს, წარმოდგენილი გექნებათ რამდენი თვალი უჭვრეტდა გუბერნატორს. იმასაც შემნიშნავ დახასიათებისთვის, რომ ჩვენი მაღალი საზოგადოებიდან უმრავლესობას არც ეჯერა თუ ლემპკეს რაიმე ასეთი სჭირდა. მის ნამოქმედარს დიახაც ნორმალურად თვლიდნენ. იმდენადაც, რომ გუშინ დილას მოედანზე მომხდარ ამბავს მოწონებითაც შეხვდნენ. ასეც უნდა ექნა თავიდან, ამბობდნენ დიდკაცები. მაშარადა ჩამოვლენ ფილანტროპებად და ბოლოს მაინც ამით ამთავრებენ. ის კი არიციან, ფილანტროპიისთვისვე არის ეს საჭირო. ყოველ შემთხვევაში ასე სჯიდნენ კლუბში. ოღონდაც იმას უმტყუნებდნენ, არ უნდა გაფიცხებულიყო. სიდინჯე და უშფოთველობა არ უნდა დაეკარგა. მაგრამ ჯერ გამოუცდელია და იმიტომო იცახდნენ მცოდნენი. ასევე ხარბად მიაჩერდნენ იულია მიხაილოვნასაც. რა თქმა უნდა, როგორც მიაბეს, მე არც მევალება და ვერც ვერავინ მომთხოვს ზუსტადად დაწვრილებით გადმოგცეთ ყველაფერი, რაც ერთ ამბავს შეეხება. ეს საიდუმლო გახლავთ და ისიც ქალის საიდუმლო. მაგრამ ეს კი ვიცი, რომ მწუხელისვე შევიდა იულია მიხაილოვნა ანდრეი ანტონოვიჩის კაბინეტში და გათენებამდე არ გამოსულა. ანდრეი ანტონოვიჩს აპატიეს და დაუყვავეს. ცოლ-ქმარი ყველაფერზე მორიგდა. ყველაფერი დავიწყებას მიეცა. როცა ყოველივე გაირკვა და აიხსნა, როცა ანდრეი ანტონოვიჩი მუხლებზე დადგა, რომ პატიება ეთხოვა წუხელ მომხდარ ამბავზე, რისი გახსენება ახლაც თავზარს ასცემდა. მეუღლის ტურფა ხელმა და მერე ბაგემ შეაწყვეტინა გულმხურვალე სინანულის ნიაღვარი ამ რაინდულად გულისხმიერს, მაგრამ ახლა გრძნობებისკენ ლოთენთილ კაცს. იულია მიხაილოვნას აშკარად ეტყობოდა, რა ბედნიერიც იყო. სახე გაბრწყინებული და დიდებულად მორთულ მოკაზმული მობრძანდებოდა. ყველა სურვილი აღსრულებოდა. მისი პოლიტიკის მიზანი და გვირგვინი ზეიმი უკვე განხორციელებული იყო. ვიდრე თავის ადგილზე, ესტრადის წინ მივიდოდნენ, ლემპკეები მარცხნივ და მარჯვნივ თავს უკრავდნენ და ესალმებოდნენ ყველას. ირგვლივ მყის დაეხვიათ ხალხი. წინამძღოლის მეუღლე ფეხზე ამდგარი შეეგება. მაგრამ ამ დროს ერთი საძაგელი რამ მოხდა. ორკესტრმა არც აცია, არც აცხელა და უცბად ტუში დააგუგუნა. დიახ, ჩვეულებრივი სუფრის ტუში, როგორცაც ჩვენს კლუბში დასხებენ ხოლმე ოფიციალურ სადილზე ვისიმე სადღეგრძელო შესმის დროს. ახლა კი ვიცი, რომ ეს სულ ლამშინი სოინები იყო და ვითომ დაწესრიგის გამრიგის კვალობაზე შემობრძანებულ ლემპკეებს სცა ამით პატივი. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეეძლო თავი ემართლებინა სიბრიყვითა თუ მეტისმეტი მონდომებით მომივიდაო. აბა, რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ უკვე თავის მართლებსაც აღარ დაგიდევდნენ და დღევანდელი დღით ამთავრებდნენ ყოველივეს, მაგრამ ტუშით არ მორჩა საქმე. ზოგს წყენა და გაოცება დაეთყო, ზოგმა ჩაიღიმა. ამ დროს დარბაზის ბოლოში და ქანდარაზე რამოდენიმე ხმამ ვაშაო დასჭექა. ესეც თითქოს ლემპკეს პატივსაცემად. ყიჟინა რამდენიმე ხანს არ შემწყდარა. იულია მიხაილოვნა წამოწითლდა და თვალები აუბრიალდა. ლემპკე მაშინვე შეჩერდა. იქით მიტრიალდა, საიდანაც ეს ხმები მოესმა და მედიდურად გოროზად მოავლო თვალი დარბაზს. ის საჩქაროდ დასვეს. შიშმა ამიტანა. სახეზე რომ კლავის საშიში ღიმილი შევამჩნიე, როგორც გუშინ დილას მისი მეუღლის სასტუმროში, როცა სტეპან ტროფიმოვის მიუახლოვდა. ისე მომეჩვენა, თითქოს
ახლაც რაღაც გაგულისებული და ამასთან ცოტა არ იყოს სასაცილო იერი ჰქონდა. თითქოს და თავის მეუღლის ამაღლებულ მიზნებს ეწირებაო. იულია მიხაილოვნამ სასწრაფოდ მიმიხმო და ჩამჩურჩულა. კარმაზინოვთან გაიქეცით და შეეხვეწეთ დაიწყოსო. მაგრამ მოტრიალება ვერ მოვასწარი, უარესი სისაძაგლე მოხდა. იმ ცარიელ ესტრადაზე, საითაც მიპყრობილი იყო ყველას მზერა და სადაც სკამს, პატარა მაგიდას და ვერცხლის ლანგარზე დამდგარ ჭიქა წყალს ვხედავდით მხოლოდ. იმ ცარიელ ესტრადაზე მოულოდნელად ფრაკსა და თეთრ ჰალსტუხში გამოწყობილი ზორზოხა კაპიტანი ლებიატკინი აიტუზა. ისე გავშტერდი, თვალს არ უჯერებდი. კაპიტანმა თითქოს დაირცხვინა და სიღრმეში გაჭერდა. უცებ მაყურებლებიდან ვიღაცამ დაუძახა. ლებიატკინ, ეს შენ ხარ? რეგვნული, გაშინშღილებული სახე კაპიტანს ამ დაძახილზე სულელურად გადაებადრა. უგონო თვრალი იყო. ჯერ ხელი ასია, შუბლი მოისრისა, მერე გაბურწგვნილი თავი დააქნია და ორი ნაბიჯი წინ გადმოდგა. მაგრამ უცებ ისე ჩაიფრუტუნა და ისეთი ბედნიერი ხით-ხითი აუტყდა, რომ მთელი სხეული აუთახთახდა და თვალები სულ მოეჭვდა. ამის დანახვაზე ლამის ნახევარმა საზოგადოებამ გადაიხარხარა. 20 კაცმა ტაში დაასცხო. დარბაისელი ხალხი მოიღუშა და ერთმანეთს გადახედა. თუმცა ეს ამბავი ნახევარწუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა. ესტრადაზე უცებ ბათით მხარდამშვენებული ლიპუტინი და ორი მსახური შემოვარდა და კაპიტანს ფრთხილად გაუყარეს ხელი. ლიპუტინმა რაღაცა უჩურჩულა. კაპიტანს სახე შეეჭმუხნა. თუ ეგრე არა გაეწყობაო. ჩაიბურტყუნა. მერე ვეებაზურგი მოგვაქცია და თავის გამცილებლიანად მიიმალა. წუთიც და ლიპუტინი ისევ ესტრადაზე გაჩნდა. როგორც ყოველთვის ახლაც დათაფლული ღიმილი დასთამაშებდა. შაქარში გარეულ ძმლარს რომ მოაგონებდა კაც. ხელში ფურცელი ეჭირა. ესტრადის კიდესთან მოკლე ნაბიჯებით მოცულობდა. ბატონებო, უყურადღებობის მიზეზით მოხდა ეს კომიკური გაუგებრობა, რაც უკვე გამოსწორებული გახლავთ. იმედია არ შემრისხავთ. თუ ერთ-ერთი ჩვენი აქაური მელექსის მოწიწებულ თხოვნას მოგახსენებთ. იმ დიდი და ჰუმანური მიზნით ატანილმა მერე რა, რომ ასეთ ხეში გახლავთ. რა მიზანმაც შეგვყარა ყველანი აქ? სრემლი შეუშროთ ჩვენი გუბერნიის ღარიბსა და განათლებულ ქალიშვილებს. ამ ვაჟბატონმა, ანუ მე მინდა ვთქვა, ჩვენმა აქაურმა პოეტმა, რომელსაც არ უნდა თავის ვინაობა გაამხილოს. დიდი სურვილი გამოთქვა, რომ მისი ლექსი მეჯლისის, ანუ მე მინდოდა მე თქვა, კითხვის დაწყებამდე წაიკითხონ. მართალია ეს ლექსი პროგრამაში არ გახლავთ. ვინაიდან ნახევარი საათის წინ მოიტანეს მხოლოდ. მაგრამ ჩვენ, ვინ ჩვენ, მე სიტყვით გადმოგცემთ ამ უთაობოლო სიტყვას. მივიჩნიეთ, რა კი გასაოცარი გულუბრყვილობითაა დაწერილი და თანაც გასაოცარი მხიარულობა იგრძნობა მასში, შეიძლება წავიკითხოთ არა როგორც სერიოზული რამ, არამედ როგორც ზეიმისთვის შესაფერისი, ერთი სიტყვით, როგორც იდეისთვის შესაფერისი. მეტად სულ რამოდენიმე სტრიქონია, ხო და მინდოდა უმოწყალესი საზოგადოებისთვის ნებართვა მეთხოვა. წაიგითხეთ, დაიროხროხა ვიღაცამ დარბაზის ბოლოდან. მაშ წავიკითხო ბატონებო? წაიკითხეთ გაისმახმები. აბა, წავიკითხო ბატონებო, საზოგადოების ნებართვით, კვლავ დაიწმახნა ლიპუტინი და კვლავ დაშაქრული ღიმილი გადაეფინა სახეზე.
ისე მომეჩვენა, თითქოს მაინც ვერ ბედავდა და თანაც ღილავდა. მთელი მათი უტიფრობის მიუხედავად, ამ ადამიანებს ყოველთვის როდი ყოფნიდათ ხოლმე სითამამე ბოლომდე, თუმცა სემინარიელზე ამას ვერ ვიტყოდი. ლიპუტინი, რაც უნდა იყოს ძველ თაობას ეკუთვნოდა. მე გაფრთხილებთ, ანუ პატივი მაქვს გაგაფრთხილოთ, რომ ეს ოდა არ გახლავთ ბატონებო, როგორც წინათ იწერებოდა ხოლმე ზეიმებისთვის. ეს ასე ვთქვათ, თითქმის სახუმარო შაირი გახლავთ, მაგრამ წრფელი გრძნობა, სიმახვილე და ასე ვთქვათ, თვითრეალური სიმართლე არ აკლია. წაიკითხე. ლიპუტინმა ფურცელი გაშალა. რა თქმა უნდა, ვერავინ მოასწრო მისი შეჩერება, მით უმეტეს წესრიგის გამრიგის ბაფთა ეკეთა. მან ხმამაღლა დაიწყო. ჩვენს თანამემამულე გუვერნანტ ქალს აქაური პოეტისგან. გამარჯობა, გუვერნანტო, იზეიმე და ილაღე, რეტროგრადობ თუ ჟორჟსანდობ, სულ ერთია, გაიხარე. ეს ხომ ლებიატკინის არის? დიახ. ლებიატკინის ლექსია იღრიალა რამოდენიმე ხმა. აქა-იქ გაიცინეს და ტაში დაუკრეს. შენ ასწავლი ჯერ პატარა ბავშვებს ამბანს ფრანგულ ენას და მზად ახარ გააპარო თვალი თუნდაც მნათესკენაც. ვაშა! იყვირეს დარბაზში. მაგრამ ვაგლახ ჩვენს რთულ დროში არ წაგიყვანს აღარც მნათე, ქალიშვილო თუ სამზითვო რამე წინ არ მიანათე. მაშ რეალიზმიც ეგ არის. ბზითვის გარეშე ვერცადაც ვერ წახვალ, გაისმა ხმა დარბაზიდან. მაგრამ ახლა როს ვზეიმობთ, მოვაგროვეთ მოხვდა რაც ხელს და უხმზითებს ცეკვით შენ გიგზავნით აურაც ხელს. რეტროგრადი ხარ თუ სანდი, სულ ერთია გაიხარე, მზითვიანო გუვერნანტო, იზეიმე და ილახე. მართალი გითხრათ, ვისმენდი და ყურს არ ვჯერებდი. ეს ისეთი აშკარა უტიფრობა იყო, სიბრიყვეშიაც კი ვერ ჩარმოართმევდა კაცი. ლიპუტინს კი სიბრიყვეს ვერავის შესწამებდა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცხადი იყო. არევ-დარევას ეშურებოდნენ. ამ იდიოტური ლექსის ზოგი სტროფი, მაგალითად უკანასკნელი, არ ამგონია მთლად სულელცას დაეწერა? თუ არ ვცდები, ლიპუტინმა თვითონვე იგრძნო. მეტისმეტი რომ მოუვიდა. ლექსის წაკითხვის შემდეგ საკუთარი თავხედობით გაოგნებული ესტრადაზე გაჩერდა, თითქოს კიდევ რაიმე უნდა დაუმატოსო. ალბათ არ ეგონა თუ ასე გამოუვიდოდა. მაგრამ იმ ნაძირალებმაც კი შუა კითხვისას რომ ტაში დაუკრეს, ახლა ხმად ჩაიწყვიტეს, თითქოს და ისინი სახტად დარჩნენ. ყველაზე სულელური ის იყო, რომ ბევრმა მათგანმა ეს ლექსი პასკვილად კი არ ჩათვალა. მართლა დაიჯერა გუვერნანტი ქალების ჭეშმარიტ ამბავს გამოთქვავს, განსაზღვრული მიმართულების მქონე ლექსიაო, მაგრამ ლექსის მეტისმეტმა თავგასულმა კილომ ბოლოს ისინიც განაცვიფრა. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, მთელი დარბაზი, არა მარტო გაკვირვებული, შეურაცხყოფილიც კი იყო. მე არ ვცდები, როცა ამას მოგახსენებთ. იულია მიხაილოვნა მეუბნებოდა მერე, კიდევ წამი და გული შემიღონდებოდაო. ერთმა დარბაისელმა ბებერმა წამოაყენა თავისი ბებერი ცოლი და დარბაზიდან გაიყვანა. ხალხმა შეშფოთებული მზერა გააყოლა. იქნებ ამ მაგალითისთვის სხვებსაც მიებაძათ, რომ იმ წუთს კარმაზინოვი არ გამოჩენილიყო ესტრადაზე, ფრაკსა და თეთრ ჰალსტუხში გამოწყობილი. ხელში რვეული ეჭირა. იულია მიხაილოვნა ისეთი აღფრთოვანებით მიაჩერდა, თითქოს მხსნელი ანგელოზი მოევლინა. მაგრამ მე უკვე კულისებში ვიყავი. მინდოდა ლიპუტინი მენახა.
ეგ თქვენ განსრახ გააკეთეთ, წავატანია ხშფოთებულმა ხელი. ლიპუტინი დაიწმახნა. ყისვე თავი მოისაწყლა და ტყუილებს მოყვა. ღმერთმანი არც მიფიქრია. ლექსიეს წუთია მოიტანეს. ვიფიქრია მოხუნჯობით ხალხს გავაცინებ მეთქი. არაფერიც არ იფიქრეთ. ნეტად თუ ეგ უნიჭოს ისაძაგლე მართლა ოხუნჯობად მიგაჩნიათ. დიახ მიმაჩნია? სრულობთ და მეტი არაფერი. და არც ეს წუთია მოუტანია თქვენთვის. ეგ გუშინვე შეთხზეთ ლებიატკინთან ერთად არეულობის გამოსაწვევად. უკანასკნელი სტროფი თქვენია. მნათეზეც თქვენი მოგონილია. აბა ლებიატკინს ფრაკი რა დეცვა? მაშა სადამე? რომ არ გალეშილიყო? წასაკითხად გყავდათ მომზადებული? ლიპუტინმა ღვარძლით შეუმხედა. მერე და თქვენ რა გაწუხებთ? კითხა საკურველი სიმშვიდით. როგორ თუ რა? ბაბთა მაინც არ გეკეთოთ? პიოტრ სტეპანოვიჩიც სადღაა? არ ვიცი, აქ იქნება სადმე. რაზე კითხულობთ? იმიტომ რომ მხოლოდ ახლა მიგიხვდით ყველაფერს. უბრალოდ შეთქმულება მოუწყვეთ იულია მიხაილოვნას, რომ ზეიმი ჩაუშალოთ. ლიპუტინმა ისევ ცერად გადმომხედა. ნეტად თქვენ რაზე იწუხებთ თავს? გაიღრიჯა, მხრები აიჩეჩა და გამშორდა. მე თითქოს ვდუღარე გადამასხეს. ყველა ეჭვი და მიდასტურდა. არა, კიდევ რო იმედი მქონდა, იქნებ ცდები მეთქი? და რა უნდა მექნა ახლა? ერთი პირობა სტეპან ტროფიმოვიჩთან გადავწყვიტე მოთათბირება. მაგრამ ის სარკესთან იდგა და ხან იმას ამოწმებდა, როგორი გაღიმება უფრო დამშვენდებოდა, ხან ფურცელს ჩაშტერებოდა, სადაც ჩანიშნულები ჰქონდა. კარმაზინოვის შემდეგ მისი გამოსვლის ჯერი იყო და ჩემთვის აღარ ეცალა. იულია მიხაილოვნასთან გავქცეულიყავი? მაგრამ ეს ნადრევი იყო. იულია მიხაილოვნას წარეგაკვეთილი სჭირდებოდა, რომ დარწმუნებულიყო რა ხალხი ყავდა, ასე ვთქვათ, შემოკრებილი ირგვლივ და როგორი, ასე ვთქვათ, ფანატიკურად ერთგულებიც იყვნენ მისი. თუმცა არც დამიჯერებდა. ან რითი უშველიდა საქმეს? გავიფიქრე, ნეტა მართლა რა ამრჯის, მოიხსნი ამ ჩემს ბაბთას და შინწავა. ორომტრიალი რომ დაიწყება მეთქი. დიახ, მახსოვს, ასედაც ვთქვი. ორომტრიალი. მაგრამ კარმაზინოვის მოსასმენად უნდა წავსულიყავი. უკანასკნელად გავიხედე კულისებში და იქ საკმაოდ ბევრი უცხო ხალხი შევამჩნიე. წარმოიდგინეთ ქალებიც კი. ვინ გადიოდა და ვინ შემოდიოდა. ეს, ასე ვთქვათ, კულისები დარბაზისგან ფარდით გამოყოფილი ერთი საკმაოდ ვიწრო ადგილი იყო, საიდანაც დერეფნით შეიძლებოდა სხვა ოთახებში გასვლა. ჩვენი წამკითხველები აქ ელოდებოდნენ თავიანთ რიგს. მაგრამ ყველაზე უფრო იმ წამს ერთმა ლექტორმა გამაკვირვა. სტეპან ტროფიმოვიჩის შემდეგ გამოდიოდა. ისიც მგონი, პროფესორი თუ რაღაც ამდაგვარი უნდა ყოფილიყო. ახლაც არ ვიცი სინამდვილეში მისი ვინაობა. სადღაც ასწავლიდა, მაგრამ რაღაც სტუდენტური არეულობის გამო თავისი სურვილი დაენებებინა თავი და რატომღაც ჩვენს ქალაქში ჩამოსულიყო ამ რამოდენიმე დღის წინ. ისიც დიდი ამით წარუდგინეს იულია მიხაილოვნას და მანაც დიდი მოწიწებით მიიღო. ახლა კი ვიცი, რომ ზეიმამდე მხოლოდ ერთხელ ეწვია იულია მიხაილოვნას. მთელი საღამოკრინტი არ დაუძრავს. ორაზროვნად იღიმებოდა თურმე იულია მიხაილოვნას ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოების მასხრობა კილიკოპაზე და ყველაზე უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ერთი რომ ქედმაღლურად ეჭირა თავი და ამასთან ყველაფერს შეურაცხყოფად იღებდა. იულია მიხაილოვნამ თვითონ სთხოვა, რამე წაგვიკითხეთ დილაზეო. ახლა წინ დაუკამბოლთა სცემდა და სტეპან ტროფიმოვიჩით რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის, ოღონდ ძირს იყურებოდა და არა სარკეში. ეს კია,
შიგადაში გავხორცულად იღიმებოდა. ცხადი იყო, არც მას ეცალა სალაპარაკოდ. ასე 40-ოდე წლის კაცი იქნებოდა, ტანმორჩილი, მელოტი, ჭაღარა წვერიანი, რიგიანად ჩაცმული, მაგრამ ჩემი ყურადღება უფრო სხვა ამბავმა მიიქცია. ყოველ მობრუნებაზე ასწევდა ხოლმე ზევით მარჯვენა მუშტს, ჰაერში აიქნევდა და მერე ისეთი რისხვით დაუშვებდა ძირს გეგონებოდათ, მტერი მიწასთან გაასწორაო. ასე აკეთებდა წარამარა. მე შიშმა ამიტანა და სასწრაფოდ კარმაზინოვის მოსასმენად გავიქეცი.